ახალი ღვინის ფესტივალი თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში ღვინის კლუბისა და ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით მიმდინარე ღონისძიებაში წელს საქართველოს თითქმის ყველა მეღვინე ჩაერთო. ფესტივალის სტუმრებმა დღეს ტრადიციულ და გავრცელებულ ღვინოებთან ერთად იშვიათი და ახალი ღვინის დაგემოვნებაც შეძლეს. ანსამბლი დიდგორი დღეს ერთადერთი არ ყოფილა, ვინც ღვინის ფესტივალმა სიმღერის ხასიათზე დააყენა. ტრადიციულად მაისის მეორე შაბათს წელს უკვე მეოთხედ მევენახეები, მცირე მეწარმეები და ღვინის 30-მდე კომპანია ეთნოგრაფიულ მუზეუმში შეკრებილ სტუმრებს სხვადასხვა სახეობის ღვინით გაუმასპინძლდნენ. ჯერჯერობით სამი დავაგემოვნე, მონასტრის ნობათი და იდეალური ღვინოა, აბსოლუტურად სუფთა დაყენებული ცოცხალი ღვინოა, ასეთი რაღაცა იშვიათია. ქალბატონების მიერ ტრადიციული მეთოდებით დაწურული ღვინო. ახალი ღვინის ფესტივალის კიდევ ერთი სიახლე. ფესტივალში მონაწილეობის იდეა 1 წლის წინ გაჩნდა, მაშინ როდესაც ღვინის დაწურვა საკუთარი ძალებით გადაწყვიტეს. თუმცა მანდილოსნების გარდა ფესტივალში მონაწილეობა წელს პირველად კიდევ რამდენიმე კომპანიამ გადაწყვიტა. შარშან ოქტომბერში შევიძინეთ ყურძენი, მანავში მწვანე და დავწურეთ ქვევრში, რომელიც ქართულ ტრადიციულ მეთოდზე არის დაყენებული. 6 თვე იყო ჭაჭაზე გაჩერებული. და ძალიან მნიშვნელოვანი ის არის, რომ ჩვენ გვინდა რომ ამითი დავარღვათ ის სტერეოტიპი, როდესაც საქართველოში ამბობენ, რომ ქალების ღვინო არის ტკბილი ღვინო. სამი სახეობის გვაქვს, საფერავის, ნახევრად მშრალი და ეს ვარდისფერი. ასევე გვაქვს წარაფი, კარდენახი. ქვევრის გახსნა ფესტივალის კიდევ ერთი ტრადიცია. ღვინის დაგემოვნების შემდეგ ქალაქის მერმა გიგი უგულავამ სპეციალურად ამ დღისთვის შემონახულ ქვევრსაც მოხადა თავი. ეს ფესტივალი ხუმრობითაც ამბობთ, მე მგონი ნელ-ნელა უკვე პუსტამდეც გაიზრდება, იმდენად მეტი ისევე როგორც მონაწილე, ასევე მომსვლელი და მსურველია, რომ დაათვალიეროს, დააგემოვნოს ქართული ღვინო და თავარია ტუროპერატორებმა შეიტანეს უკვე ტურისტულ, ესე ვთქვათ, ღირსშესანიშნაობაში. ძალიან მნიშვნელოვანია ესეთი ფესტივალების ჩატარება ღვინის პოპულარიზაციას უწყობს ხელს, იმიტომ რომ აქ წარმომგენელი არა მარტო მსხვილი კომპანიები, არამედ ეგრეთ წოდებული საოჯახო მარნები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ქართული ადგილწამოშობის დასახელებებს რაც შეეხება და მათ დაცვას, ესე ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. ქართული ღვინის პოპულარიზაცია ამ მიზნით უკვე მეორე წელია ღვინის ფესტივალს სოფლის მეურნეობის სამინისტროც შეუერთდა. ეს არის ძალიან კარგი ღონისძიება ჩვენი ღვინის პოპულარიზაციისთვის, განსაკუთრებით ლევანდელ წელს, როცა ჩვენი ბრუნდები ჩვენ ტრადიციულ ბაზრებზე და ვფიქრობთ, რომ ეს ფესტივალი განსაკუთრებულია იმით, რომ აქ წარმოდგენილი არიან არა მარტო დიდი კომპანიები, არამედ ოჯახური მეურნეობები, რომლებიც აწარმოებენ ქვევრის ღვინოს, კერძო პატარა ფერმერული მეურნეობები. ახალი ღვინის ფესტივალი ისევე როგორც წინა 3 წლის განმავლობაში წელსაც ღვინის კლუბისა და ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით ჩატარდა. მიზანი კი ქართული ღვინის პოპულარიზაცია, ყურძნის უძველესი ქართული ჯიშების გადარჩენისათვის ზრუნვა და ღვინის ტურიზმის განვითარებაში წვლილის შეტანაა.